არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის ერთად გენდერული თანასწორობისათვის ფარგლებში გუშინ საკრებულოს წევრ ქალებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგი საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხებოდა. მასში მონაწილეობა მიიღეს სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ქალებმა. იყო პირველი ტრენინგი საკრებულოს წევრი ქალებისათვის ჩვენი პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდება ერთად გენდერული თანასწორობისათვის. ცხადია, ტრენინგების ციკლი გაგრძელდება. დღეს ტრენინგზე ჩამოსულები იყვნენ და მონაწილეობას იღებდნენ სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ქალები. მე მინდა მათ ყველას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. ეხლა გრძელდება შეხვედრები გენდერულ კლუბებთან და ტრენინგების ციკლიც ბუნებრივია გაგრძელდება. ტრენინგი, რომელიც კვლევის მეთოდებს და კვლევის ინტერპრეტაციას ეხება, არის ნაწილი ჩვენი ტრენინგების სერიისა, რომელსაც CRS საქართველოს და NDA ერთად ვატარებთ. ეს ტრენინგები ტარდება როგორც პოლიტიკური პარტიის წევრებთან, ისევე მედიის წარმომადგენლებთან, NGO-ებთან და დღეს შევიკრიბეთ, რომ საკრებულოს წარმომადგენელ ქალებს ვესაუბროთ ასევე კვლევაზე, ვუთხრეთ ჩვენ როგორ ვატარებთ ამ გამოკითხვებს, ფოკუს ჯგუფებს, რა შედეგები გვაქვს და როგორ უნდა გავაკეთოთ ამ შედეგების ინტერპრეტაცია. საკმაოდ დაინტერესებული და ჩართული ჯგუფია, მათ საკუთარი გამოცდილებიდანაც მოაყავთ მაგალითები. ტრენინგზე განიხილეს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები, ასევე იმსჯელეს კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავების მეთოდზეც. ძალიან აქტიური ჩაბმულობა და აქტიურობა ვერ იქნება თუ თემა არ გაინტერესებს, იყო ძალიან საინტერესო, ტრენერები ძალიან მოგვეწონათ, ჯგუფს როგორც ხედავთ, მე ძალიან მომეწონა, ეხებოდა კვლევებს, კვლევების ჩატარების მეთოდებს და ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩნდა, იმიტომ რომ ჩავუღმავდით ამ ყველაფერს და ძალიან საინტერესოა და საჭიროა, როდესაც გაქვს საზოგადოებასთან ურთიერთობა და საჯარო სამსახურებთან გაქვს შეხება. ისედაც ალბათ, მაგრამ აქ განსაკუთრებით საჭიროა. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, თემა შეეხებოდა კვლევებს. ყველა ის კითხვა, რომელზეც ჩვენ ველოდით პასუხს, მივიღებთ ამ კითხვაზე პასუხები. ტრენერები ძალიან საინტერესოდ საუბრობდნენ და ძალიან მადლობლები ვართ. პროექტიც საინტერესოა, რადგან პოლიტიკოს ქალებს შეუწყობს ხელს, რომ უფრო განვითარდნენ, უფრო წინ წავიდნენ და უფრო წარმატებულად იმუშაონ შემდეგ მოსახლეობასთან. პროექტს ერთად გენდერული თანასწორობისათვის სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს.